ჰაი მეგობრებო, რა შვებით ხალხო? წავიდეთ რაღაც საქმე მაქვს მარიკო ბავშვთან, მარიკო დედასთან ყოლთა ტოვებული. ხო და წავედით რაღაცები საქმეები მაქვს, უნდა მოვაგვარო ცოტა ადრე მინდოდა გამოსვლა რაღაცების ყიდვა და ანუ ვერ გამოვეტიე. ვერაფრით. ხო და იმდენ საქმეს ვღარ მოვასწრებ, მაგრამ რაღაცა მინდა და იმას მაინც გავაკეთებ რა. გოგოებო, შემთხვევით ხომ არიცით ვინმე იბარებდეს მატერიებს და ღილებს. ძალიან გთხოვთ გამირკვიოთ ვინმე თუ იცით, იკითხოთ ვინმესთან თუ ეჭვიზონებს მაინც გაქვთ რომ შეიძლება იბარებდეს მატერიებს და ღილებს. ასე რაც საქსოვდით ჯოხებს და რა ვიცი 1000 რამეს გამიხარდება თუ გამირკვევთ რაღაცნაირად. დიდად მადლობელი, ასე ვთქვათ, დაგრჩებით თუ ამ ამბავს გამირკვევთ. ძალიან გამიხარდება და თქვენი იმედი მაქვს, მე ვერაფერი გავარკვიე და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ რამე. აი მე ხალხო ახალი დაბანილი ვარ და ამ თავზე თუ ერთი დამკრა მიყოლი ვარ დიდ. აუ კაი დიდი გზების გავლა მიწეს ხო უკუღმა წავედი. არა უშავს. წავედით. მოკლედ ღილები მატერია. თუ ვინმე იცოდეთ, დამიწერეთ. გოგოები გუშტე ვიდეოზე დამავიწყდა რომ იმას მექნა რა ქვია მიმეწერა ლექსი კითხულობს ეგ არის დედა. დამავიწყდა რაღაცნაირად მაგის დაწერა და მე მგონი უმრავლესობა მივხვდით, მაგრამ თუ ვერ მივხვდით, იცოდეთ რომ ეს არის დედა. აბოღოთ საკუთს. რაღაცა გვირილასგან ცოტა მეც ველოდი. Facebook-ზე რაღაცა უკეთესად გამოიყურება ხოლმე გვირილას რაღაცეები და აი არაფერი ისეთი არ გქონდათ. კიდე მერეს რა გახდა ურნაბიჩი ცელოფნები ხალხო. ვიყიდე, ჩავდე, ორი რაღაცა გაიხა. ანუ ნაგავში ვიხდით ფულს და უხერხულია რა ვიცი. როცა ამ დონემდე ბევრი მომხრეველი ყავს. ძალიან მოხრული. წავიდეთ ლიბრეში. შევიაროთ და მე უნივერსამი თქვა. სუზალაში შევიდეთ რა ის უნივერსამი საიდან მომაგონდა. იქ დიდი სივრცეა და მომწონს. მარტივად ათვარიელებ ანუ რაც გინდა. დავიღოთ ნარი ყველი, რომელზეც აქციაა ლიბრეში. 250 კალორია აქვს გვაწყობს. ჩემი საყვარელი ევროკოპტერი. ადრე ვიყავით ოქროს ბირჟაზე და თითზე მეკეთა ოქროს ბეჭედი, ხო და ხორყიდიო რა იმ ხანბატონამ უთხრა და არა მეთქი არ უყიდიო. ხო და დაფიქრდიო და აი მე არა მეთქვა რასამ დამოზე არ უყიდი თქო რა. ხო და მოდიო გეტყვიო ფასო მაინცო თუ იმას იზამო რა. ხალხო 550 ლარიან ბეჭედში მეუბნება 320 თუ რა ანუ მართლა მეთქი აი მე არა თქვი ჯერჯი არ ყიდ და მე საკმაოდ ცოტა ნახა რა თქმა უნდა რო ყიდი უფრო დაბალი ფასია რა თუ ნახა მაგას თქმა მაგრამ აუ აქ ხარ შევიდე გვირილაში მაგრამ რეალურად მითხე მქამარო აი ხაო რა ღირებულებაც გითხარიო ჩათვალეო რომ აი ამ ფაში მზადდებაო და მე უწევენ ფასო რა მეთქი ისეთი ოქრო მოაქვსო ხალხო ისეთი კაპიკებში ვიბარებთ. ძალიან ცუდი მევთხარ. წავიდეთ გვირილაში. ეს დღები არ ვაპირებ, დღეს არ ვაპირებ მირთმევს, მაგრამ ზოგადად ვაპირებ ჩემს კალორიაში. დღეიდან უკვე ოფიციალურად კალორიულზე გადავედი გამკაცრებით. ეს ახალწლო პერიოდი ხო იცით აშვებული იყო და ეხლა უკვე დავიწყე ისევ რომ ის კილო და რაღაც რაც მოვიმატე დაახლოებით რავი
საკმაოდ დიდ დროში დავასტაბილუროთ და პლუს 10 მივამატო კიდე დაკლება. ასე რომ ხო ეს საკოს უნდა აბუცუმსულად. ლიბრეში იყო გოგოების ერთზე ფასდაკლება, ბევრი არაფერი სადღაც არა, ბევრი არაფერი რატო უფრო ძვირი ღირს სხვაგან? ხო, მოკლედ რა. ეს მამას უყვარს და უნდა ავუტანოთ. ხო, ლიბრეში იყო გოგოებო კიდევ ნარყველზე, ხარო გითხრათ რომ გონება მე მას მიშვრება, მეცენტრება ისე მიყვარს, მოგატყუებთ, მაგრამ ხანდახან რაღაცებს აი რომ სნავ ხოლმე, სხვათა შორის ძალიან კარგად ვიყენებ და ფასდაკლება იყო 99 თეთრი, ანუ ერთი ვარი ღირდა და სხვაც მაქვს სხვათა შორის. კარგი, ეს რა მიყიდე. უიდე და მარილი რას მივაშტევდი. მარილი საკოს უნდა ავუტანო. გადავწყვიტეთ დედამ მე რა გადავწყვიტე. რომ გოგრა გამოვაცხოთ ხუმელში, ამოვღრუტნოთ ცოტა შუალედი და ჩირეული უნდა ჩავყაროთ, ასევე ნიგოზი და ცოტა თაფლი და ისე უნდა გამოვაცხოთ ეს ჩვენი გოგრა. ხო და აგერ ვიყიდე. ხო და დადგეს და აცხოს ახლა. ბრინჯით წამოვაპორციალე, რა ვიცი მეთქი. რაღაცებს რო ვაკეთებ ხოლმე, ძეხვი ვიყიდე, ფასდაკლება ქონდათ ლიბრეში, ხო და ახლა ვინც ლიბრეში მოხვდები, ცოტა ცარიელი იყო იქაურობა, მაგრამ ამაზე ფასდაკლება იყო და შეგიძლიათ ასე ვთქვათ, რომ შეიძლება. მოიცა ამას რატო იმაშვები საკოს ავუტარდი თავისი რაც არის. ეთი რა არის. არა უშავს ამაში ჩავუდოთ. აი უცებ ხავთათეთ რომ მოთუშოს არ არის ცუდი. ჩავუდოთ და ხახო შაქარი მინდოდა საკოსთვის მეყიდე და მარილი წამოვიღე, თუ ვერ ვხვდები რა ხდება ცოტა ავირიე. კაი, არ უშავს. მარილიც გამოგვადგება. ხო, ჩემი საყვარელი ტუნა ვიყიდე, რომელსაც აქვს ფასდაკლება და ღირს 4 ლარი, მე თუ ვკითხავ 4 ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ბევრად ძვირი ღირს ჩვენ ვიცით ტუნა. ამიტომ ორნაბიჩი ტუნა, ჩვენი ტუნა, ჩემი საყვარელი ტუნა. ვიყიდი, აქ მაქვს ახლა გოგოებო გარგარი, დიდებია და შუაზე გაჭრით და ისე ჩავყრით. ალბათ 5 ცალია დაახლოებით. ამაში გვაქვს თხილი, ისე ბოდიში ნუში. არ არის ცოტა. ამაში გვაქვს რაიმე სიჩი და შავი ქლიავის შირი. მაქვს ახში ნიგოზი, სხვა თხილიც მაქვს და ჩავყრით ერთად და ქიშმიშიც მაქვს, იმასაც ჩავაყრით კარგად. ხო და მე ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. გაგაკეფინებთ აუცილებლად. ტობიკო. მოდი აქ, მოდი, ტობი, მოდი. დღეს მანანას დაბადების დღეა. ლათები ვარ საკუთი ჩაწერილი. გავიქცეთ ვაგზალზე, გავყვეთ დედას, ცოტას თმას მოვიწესრიგებ, რომ გული არ გავუხეთქო გარეთ მოსიარულ ადამიანებს. აიმე ხალხო, რაღაც ზედები მქონდა უკვე გადასაყრად გამზადებული და რაღაცა დოზადორანტების დალაქავები და ვერაფრით ვერ მოვიყვანენ. ზაკო მითხრა მომეციო, მეოვცდიო და აიმე დედა მივადნე. ხო და მე ამოვიყვანო და კაი დედა მოთხარ გადავყავთ, მაგისგან არაფერი გამოვა. არაო მომეციო და აი ეს არის. ამოვიყვანა ხალხო ისეთი ლაქები, ახლა ჩოქში ვარ. დედა ყველაფრის გამკეთებელია. როგორ შვება ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ის არის, რა ქვია. ყველაფერი გამოზდის რატომღაც თავისი დალოცვილი მარჯვენა მარცხენასგან. გამოვიხმაუროთ TikTok-ის კომენტარს. დავისადმე ეგებად აგიგდოთ მე კომენტარი. ვერ გიყურებო და არ გიყურებო YouTube-ზეო, იმიტომ რომ მთელი ვიდეო მაზების ტყლაპნაში თუ თხლიფნაში თუ რაღაცა ეწერა. გაგყავს დრო. გაჩერდი შესაყვარელო. ხო, რას მოდიალობთ გაფიცებთ. ახლა TikTok-ზე რო არ მეძებოთ.
YouTube-ზე არიცით როგორ დაწეროთ კომენტარი თუ როგორ არის თქვენი საქმე. რომელი მეიქაპ არტისტი მე ვარ, ახლა მთელი ვიდეო მიუძღვნა სახის მოვლის პროცედურებს, ან რაღაცა მსგავს რაღაცებს გაფიცებთ. ხო და რავი სახში არისო, თქვენ თუ როგორ არის თქვენი საქმე. ყველა ერთნაირები ხარ თუ მაგაში გაკავთ დრო. ოკეი. მოდი საიდუმლოდ გეტყვით უფასო რჩევას. ასეთი ხალხი საერთოდ არ მჭირდებით YouTube-ზე. ვითომ რჩევას რო არიგებთ, ოღონდ ვაი რჩევას აგრესიანარევი ფრაზები რო გაქვთ გამოყენებული, ახლა თქვენ თუ გონიათ ამას ვერ ვამჩნევ, ძალიან ცდებით. ამიტომ დატოვეთ მხოლოდ ის ხალხი, ვინც ნამდვილად მიყურებენ და თქვენი აურით, ნუ გვიბინძურებთ, ძალიან გთხოვთ აქაურობას. ბაი. კაი, მე გასწორებას არ ვაპირებ. უნდა შევკრა, მაინც უბრალოდ მიდოდა, რომ ცოტა ფორმა მომეცა. ხო, მანამდე მოიწესრიგეთო თავებიო და მე იმას ქენითო, რა ქვია. ჩართეთო კამერალს, შენ შეგეკითხები. თქვენ წარმოიდგინეთ, სანამ თქვენამდე მე მოწესრიგებული ვარ. თქვენ მოწესრიგებას რას წახით არ ვიცი, მაგრამ ასე. ასე. მაგრა ვისო, ანუ საკუთარი დედა არ მკადრებს ასეთი ტონით რაღაცა რჩევებს და უკაცრავად ბანაობთ. ვისთან ახათ? თქვენ თუ ასე არიგებთ თქვენი ოჯახის წევრებთან მაგალითად რჩევებს, მე მგონი ყველას ეზიზღებით სავარაუდოდ. რა ის რჩევა ხალხო? აგრესიით ახართ გაჟღენთილები. რჩევა მომეცი ადამიანური და მითხარი, რომ აი გვანცა ვერ გიყურებ რაღაცნაირად მედიდება ეგ რუტინა ან რაღაც და იქნებ ცოტა შეამცირო ან რაღაცა, რავი ადამიანურად მითხარი. რაც გამომიხტი აქ. ყველა ერთნაირი. ოკეი. დავიფიქსირე, ეს ოდნავ ყავისფერია, აი როგორ არის ძალიან მუქი ყავისფერი არ არის გოგოები ხა ეს ხო უნდა იმას ქნათ და მე წაისვოთ არ არის ეგეთი. არ დამავიწყდეს აქვე არ ჩანსო აი ეს რა ქვია რასისვამო და მე მილიონჯერ ვაჩვენებ, მაგრამ კიდე გაჩვენებთ აგერ. ახლა იმედია რომ შუქი არ ურტყავს და ნახავთ აგერ. ყველგან იყიდება გოგოები. ჩემი სილამაზე გავიკეთოთ. აი, всё, მზად ვართ. ვარ. ბავშვნა ჩავაცვა. დღეს მინდა ლაივში შემოვიდე, შუა დღეს საღამოს ვერ. ხო და იმედი მაქვს რომ ვინმე შემოვა და მარტო არ ვილაპარაკე. აი, მოკლედ, ისეთი ამბები. წავიდეთ რაღაცები გვინდა რომ დავათვალიეროთ. ხო, გუშინ კი არა დღეს არის ჩემი მანანა ბიცოლას დაბადების დღე, მარიკოს გამზრდელი ბებიის, ასე ვთქვათ, სულ რო ჩანს ხოლმე და აი არ ვიცი, მასზე მეტად ვინ უყვარს, მართლა მგონია რომ არავინ არ უყვარს, ანუ არავინ ამ ქვეყანაზე ბებიებს და ბაბუებს თუ გადავხედავთ, მასზე მეტად მეეჭვება საერთოდ ვინმე უყვარდეს. გილოცავ მანო, მადლობა რომ ჩემი შვილი ასე გიყვარს, არ ვიცი. ასე გიყვარდეს. მე ჩემამდე არ დადის, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ასე უყვარდეს ბიცოლა ჩემი შვილი, აი ადრე ვინმე ესე თქვა, ალბათ ვერ დავიჯერებდი. ამ დონემდე რომ აკანკალებდეს ბავშვზე და აფრენდეს ისე უყვარდეს. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და გილოცავ დაბადების დღეს. სულ უნდა ყავდე ჯანმრთელი, ბედნიერი, სულ ჩვენს გვერდით უნდა იყო. ძალიან გვიყვარხარ ყველას. სხვათა შორის ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ბიცოლათაც მეკუთვნის და დეიდათაც მეკუთვნის, ორივეთ მეკუთვნის, იმიტომ რომ რეალურად ანუ ბიცოლა ჩემი, ბიძა ჩემის ცოლი არის დედას მამიდაშვილი.
ასე რომ მრავალმხრივი ნათესაობა მაქვს. ახლა უნდა გაჩვენოთ ჩემი ჯვრისწერის ფატა, რომელიც უკან ჩამაგრებულ თმაზე მქონდა მობმული, აი ესეთი ის არის, ანუ აი ესე მქონდა დაახლოებით რა გიხსნათ, აი ესეთ პრინციპით მობმული და მქონდა დაახლოებით აი ესე. გავასწოროთ. მე სხვანაირი მინდოდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ რადგან თითქმის ბოლო წუთას გადავწყვიტე ზოგადად ფატა, ამიტომ ვერ მოხერხდა ის, რაც მე ძალიან მინდოდა. ნახეთ სიგრძე. არ ვიცი ჩანს თუ არა. ესე მეკეთა და ანუ ძალიან მიხდებოდა, ისე მომეწონა, ძალიან გამიხარდა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო. უბრალოდ უფრო დაბლა მეკეთა, აი ესე მეკეთა. გრძელი თმა მქონდა და რაღაცა ძალიან ლამაზი იყო და ძალიან სადა იყო. და ის კაბა რაც მე მეცვა აბსოლუტურად ძალიან უხდებოდა ესეც, ანუ ეს თვითონ ეს ნაჭერი, თუმცა ცოტა სხვა სტრუქტურა მინდოდა, უფრო რბილი, მაგრამ ხო რაც იყო ეგ იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა რო ვიწერდი ჯვარს, სხვანაირი ფატით წავსდგებოდი. და მე უკნიდან გადმოვიწიე, როცა ეკლესიაში შევდიოდი, რაღაცა კადრებისთვის, თუმცა მე არ მომეწონა მე ის კადრები, ფოტოები და ასე ვთქვათ, აღარ დავიტოვე. ორმხრივია, გოგოებო, ცალი არ არის, ნახეთ, ორია და აი ზუსტად ესე ვიყავი. კარგად. ეს დასაუთოებელია, მაგრამ ანუ დაახლოებით რა გიხსნათ, აი ესე ვიყავი. და მე ეს გადავწიეთ. ეს საყდარში რომ შევიდით. ხო, მოგონებაც იქცა, რა თქმა უნდა. და ესეც დაიდებს ბინას ჩვენი მოგონებების თაროზე. ეს რა არის ახლა? მიწიწკნება ეს თმა. მე ის არ გაქვთ ახლა თქვენ ნანახი, რაც მიკეთია ქამარი. ხერხემის რომ ეკეთა ხოლმე და აი აქ გამიღიზიანა გოგოებო, დამაყარა ისე დონეზე რომ რა გითხრათ. იმ დონემდე გამიღიზიანა კანი. რადგან მე ისე დამეწყო ხერხემის ტკივილები, აუცილებელია იმ ქამრის ტარება და დავუბრუნდი ისევ იმ ამბავს, მაგრამ ახლა მივდივარ და შანსი არ არის, მაგით ვერ წავალ. ჩვენი ჩანთა, რომელიც ზაკუნამ მაჩუქარავი ჩუქე. რომელიც გიჟდები ძალიან მიყვარს. შევიცვათ. ვერ გავიგე ამას რა ის ბუნდღლები აქვს ზედ. წავიდეთ გოგოებო. აი ეს თმის უთო ჩართული დამრჩენია ღმერთო. ვინმე მამიხსენით მილიონი თმის მოვლის საშუალებები რა თმინდა და ასევე მილიონი თმის გასასწორებელი სახვევი, ესა პაწი-პუწი. რა თმინდა. რა თმინდას, იმიტომ ვამბობ, რომ ანუ დატომღაც ხალისი დავკარგე, რაც თქმა შევიჭერი იმაზე თმის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ იმ სახვევს ვერ ვიყენებ, ესეთ მოკლე თმაზე და მოკლედ. გაიზარდება სად წავა. საფხულში უკვე კარგად იქნება. ასე. ზად ვართ. უი ფეხზე არ მაცშია. რა წავიდი ახუხლი. უფეხსაცლო. აი ეს ვერ მიჭერს თმას, ვფიქრობ, რომ ეს გავიკეთოთ. ეს, იმიტომ რომ რაღაცა ამ ბურძა თმები იმან რა ქვია, არ იჭერს კარგად, მაგრამ ესეც იმხელა თმა, ჩემი კი არა, ხალხო მეზობლის თმებით ჩაეტევა ამ იმაში. ჩვენი სუნამო შეიკის 47 კი გითხათ ისე. ყველა ის გამოჩენაზე და აგერ ბატონო. ჩემი სიყვარული. ყელსაბამი კი იქნებოდა რამე კარგი მომჯდარი გამეკეთებინა, მაგრამ მოკლედ გავიარეთ და ეს არის როგორც სითხეს მანჩოს დაბადების დღეა, უკვე ნახავთ მილოცვას. ხო და დედამ უყიდა
ყავის მადუღარა დენის ხო და მე გადავწყვიტე და ეს საყვარლობა რაღაცა თითქოს ის არის რომელსაც ახალია გნომები არის თან საახალწლო ხო და თან მე ძალიან მომწონს სიმართლე რა გითხრათ მეც შუქია მანდ ხო და საახალწლო გნომები ახატია არის წვენის სამჯერ გამოყვება თავისი ბოთლით ხო და აი ისე მომეწონა რომ აი გნომები რო ახატია გული მიკანკალებს ბედნიერებისაგან ხო და გადავწყვიტა მოკლედ აი ეს ვაჩუქო მანჩოს დაბადების დღეზე ასე რომ მედია მოეწონება ვერ დავშლი, ანუ ისია წყობილი, ამას მე ვეღარ დავშლი. ამიტომ თავის ესეზე დავაფერმოთ. მარიამს მარშრუტკაშივე ჩაეძინა, ამიტომ მოკლედ მილიონი წელია ვიძახი ხალხო, რომ მინდა ზეთისათვის. ეს ასევე ძმრისთვისაც გამოიყენება, მაგრამ მე ჩემ შემთხვევაში მინდა ზეთისათვის. ვითომ დიდი მინდოდა ბარემ დიდი, მაგრამ მე იმდენად მცირე რაოდენობით ვიყენებ ჩემთვის ცხიმს, რომ ანუ ამაზე დიდი რა თმინდა. ამიტომ ვიყიდე აი ეს. ნახეთ როგორ პაწეწონა. ზედაწერია ფასი, გადავიხადე 4 ლარი გოგოებო. ასე. ხომ ამას გავრეცხავ მერე, კარგად გავაშრობ და მოვათავსებ მერე ზეთს, იმიტომ რომ აი რომ მინდა ხოლმე რომ შევაშხაპუნო და ისე შევწყვეტ თუნდაც კვერცხი ან რამეზე მინდა დაუშვათ ცხიმი გამოვიყენო ძალიან ვიტანჯობდი წვეთების დასხმით და ერთი შესხურებით მოგვარებულია საქმე. გადავიხადე 4 ლარი და ჩემთვის აბსოლუტურად ზომიერია აი ეს. თან ძალიან საყვარელია და მომწონს. მოკლედ, კიდე რაღაცა ბოსტნეული რაღაცები ვიყიდე ზაკოსის ხვალ მოგდიან სტუმრები. ჩემი ძმის მეგობრები მოდიან, ჩვენი რა ვიცი, როგორ გითხრათ, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ძმისნაირი სამეგობრო არის ძალიან იშვიათი. ხო და დედა სანახავად მოდიან ის საოცარი ადამიანები, ვინც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ასე რომ ხვალ დიდი დღეა და თუ იმღერებენ ძალიან მინდა რომ გაგიზიაროთ მათი საოცარი ხმები. მედია იმღერებენ. ნახოთ. ზედა უნდა გაჩვენოთ რიგით ერთ-ერთი ზედა, რომელიც დედა მაჩუქა. ძალიან ბევრი ზედებია და მერე მინდა რომ დაგათვალიერებინოთ, მაგრამ ახლა არა. უბრალოდ ეს ჩეკეთის პროცესში იყო და ბარემ გაჩვენებთ. არის თეთრი არ არის. რა ფერია? თეთრი არ არის უბრალოდ. ნახეთ როგორია. აუ არ ვიცი, მედი მაქვს რომ ხედავთ, თორე ძალიან დამწყდება გული. თავისი ქამრები აქვს გოგონებო, ნახეთ. აქ მოსაჭიმი. და შეგიძლიათ რომ გაბანტოთ აი ასე. ან შეგიძლიათ ასე. რა ვიცი, როგორც გნებავთ. და ისეთი ლამაზი მე ზოგადად გაბანტვის გარეშე ბევრად მომწონს სიმართლე გითხრათ. აი უბრალოდ აი ასე აფართხუნებული უფრო მეტად მომწონს და ნახეთ როგორი ლამაზია ხალხო გადავირიე მეთქი ხელიდან გამოვგლიჯე. ახლა მართლა არ ჩანს ფერი. მოდი აბა ესე ვცადოთ იქნებ დაინახოთ. რა ხდება ვერ გავიგე რატო არ ჩანს ფერები. აი ისეთია ხალხო და ისეთი ნაჭერია რომ აი გადავირიე. ხელიდან გამოვგლიჯე ეგრევე. ეს და რთულად იშლება გოგოებიდან. ნახეთ გაჩვენოთ განათების გარეშე და განათებით. ანუ რამდენად კარგი. განათები და საჭირო ამბავი. დღეს რო წავედით გოგოებო კარმა დავტოვე ჩართული. და მე ხო იცი რამში შარა ვარ. და ცოტა ფანჯარა გამოღებული დავტო. შეიძლება გაგეცინოთ რატო ხარ ეს თფეთიანი, მაგრამ რა გავაკეთო? მეშინია ხალხო. ძალიან მეშინია, ვერიტან სახში მე ტუჩსაწყს ვეღარ ვიტანა, ანუ თან როგორია იცით, ჩვეულებრივი ხალხსახოცით კი ვერ მასიზავ ამას. სპეციალური რაღაცით უნდა ქნა, ან იმის რა ქვია, სველი, იმიტომ რომ საშინელი პიგმენტური ის აქვს და
გავიკეთოთ ჩვენი ბიჭედი, მოვლაგდეთ ცოტა, დავლაგდეთ, არაფერი მიკეთებია დღეს, გარდა იმისა, რომ ავდექი და ვაგზალზე წავედით. ხო და შუა გზაში მოვიდა მარიკოს რამე მაჭამეო. ხაჭაპური ვიყიდე და წყალი. ხო და გავიქნი 6 ლარი და ბარათიდან 6 ლარი რომ მომივიდა ჩამოჭავ, ვფიქრობდი და რა ვუყიდე. ეხლა ხაჭაპური და წყალი, ანუ მაგარი გაძვირებულია ჩვენთან ცხოვრება, დედაჩემი დაიშუკა. ხა აღარაფერი მიკვირსო, იმიტომ რომ იმდენად ძვირიღა უკვე ყველაფერი აღარ მიკვირსო, მაგრამ ხა რაღაცა ძალიან მეძვირა დედა. ხო, სხვათა შორის ჩემი მაყურებელი შეხვდა საცხობში. ხო და აქედანაც მოკითხა ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ შევაჯამოთ. ძალიან მიხარია რომ მიყურებთ. და ვინც თვლით რომ არ არის მოსაბეზრებელი, ხანდახან მოსაბეზრებელია, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ ისევე როგორც თქვენ და ყოველი დღე საინტერესო ვერც ჩემთვის იქნებოდა ვერც თქვენთვის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მგონია რომ უინტერესო ადამიანი ვიყო, ჩემი გადმოსახედით საკუთარ თავზე არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა რომ უინტერესო ვარ, შეიძლება უინტერესო დღე იყოს, მაგრამ ადამიანი უინტერესო კიდე სხვა რამეს ნიშნავს. ხო და გამიხარდება თუ მხოლოდ ის ადამიანები დარჩებით, ვისაც მოსწონს ჩემი ყურება. თუნდაც შეიძლება გადაახვიოთ და ესე მთლიანად ვერ უყუროთ, ან უბრალოდ იმ წამს ის თემა არ გინდოდეთ რომ მოისმინოთ და რაღაც, მაგრამ მთლიანობაში თუ მიყურებთ და მატევნებთ თვალს, ეს უკვე საკმარისია. თუ რომ გადახვევით, მეც ვყურებ ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანის ვიდეოებს მეგობრებო. თუნდაც იმიტომ რომ არ მაქვს მაგდენი დრო, თუნდაც იმიტომ რომ იმ წამს ის თემა უბრალოდ არ მაინტერესებს. და ასე შემდეგ, ასე რომ ყოველს წარმატებებს გისურვებთ. მინდა ძალიან რომ ჩემი ის გაჩვენოთ, რა ქვია, მე ამას ვიყენებდი საფულეს და რეალურად არის სათვალის ჩასადები, გოგოებო და რამდენი წლის რო არ მოგატყუოთ, 15 წელზე მეტი მე რაც მაქვს და არა უფრო მეტი, ხო აი არ ვიცი. აი ესეთია. რა თქმა უნდა უკვე შეილახა და ისეთი ვიდიანი აღარ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს და ვიტყვენ ვინახავ როგორც რელიქვიას, აი ესე ვინახავ. ძალიან მიყვარს და ზოგადად გიждები მე ძველ ნივთებზე, ძველ რაღაცებზე, რაც თქვათ მახსენებს ჩემ მნიშვნელოვან ადამიანებს. აი ეგეთი რაღაცები მიყვარს, ხო და ესეც ერთ-ერთია. აქვე ჩემს თმისამაგრსაც გაჩვენებთ, რომელიც თავად მოვგავაკეთე და მოვგსოვე. აი ესეთია. ნახეთ, ნაქსოვი მოიცეთ ცოტა შუქი ჩავუწიოთ, რომ კარგად დაინახოთ. რეზინზეა დამაგრებული. ჩემი ხელით მოქსოვილი, ჩემი ხელით დამაგრებული ბისერები, რომელსაც დასჭირდა უამრავი დრო, იმიტომ რომ მე მიყვარს, როცა ცალ-ცალკე ვაკერებ ყველაფერს და არაერთიანად რო გადაჭიმავ ხოლმე. ეგრე არ მომწონს და ბევრად ხარისხიანია, ასე რა თქმა უნდა. ხო და ვფიქრობ, რომ ჩემთვის რამდენიმე მოვიქსოვო კიდე სხვადასხვა ფერები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს და მიყვარს. ასე რომ ესეთი ამბები, ახლა წავედი, გოგოებო, გავიქეცი, საქმე მაქვს. ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა შევწვათ მწვადი, დღეს არა კაცო, მწვადი დღეს რა უნდა შეწვათ. მაგრამ დღეს რაც უნდა გავამზადოთ. მწვადი, კარტოფილი, დედიკომ როგორც ის მიგიჟდები, ეგ რო წავა რამე შველება არ ვიცი. მაგრამ ხოლმე არ ვაპირებ დარღვევას, მაგრამ ზოგადად კარტოფილთან დაკავშირებით არ ვიცი, ძალიან დამაკლდება ეგ ამბავი. ტოლმა, ხინკალი და ასე შემდეგ. ასე რომ ბედნიერი დღე, ხვალინდელ ფუსფუს აუცილებლად გაჩვენებთ და ხო, იმედი მაქვს, რომ ბიჭების სიმღერაც იქნება ხვალ. დიდი იმედი მაქვს. გემშვიდობებით დროებით.